მადლობთ მეგობრებო. როგორ ახართ? როგორ კარგად უნდა იყოთ, კარგად. ეხლა პატარა განცხადება მინდა განცხადება კი არა, უბრალოდ როგორც ხედავთ ჩვენ დავიწყეთ უკვე საქმიანობა. როგორც იცით ჩვენ პირველი წიგნი დავამთავრეთ მოგზაური დღიური აუდიო წიგნის სახით გამოვაცხადეთ, არ ვიცი მოგეწონათ არ მოგეწონათ და ჩვენ ეხლა დავიწყებთ მეორე წიგნის აუდიო ვერსიის გავრცელებას. ორეულის გავრცელებას, რომელსაც ვიქტორინსი ვათამაშებთ ხოლმე. სამწუხაროდ უკვე მე რაოდენობა დამიმთავრდა, უკვე ფაქტობრივად გაყიდვაშიც აღარ არის და ისევ და ისევ იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს ეს წიგნი, იმათვე ჩვენ თავაზობთ ისევ აუდიო ვერსიას, რომელსაც მე თვითონ ვახმოვანებ. ზოგიერთ მეგობრებო მომიტევეთ, რა თქმა უნდა, ჩემი კითხვა ისეთი პროფესიონალური არ არის, როგორც მსახიობი ან სპეციალისტი კითხულობს, მაგრამ ნუ შეძლებს დაგვარად ვცდილობ. წიგნი იქნება დაყოფილი 10 ნაწილად, იმიტომ რომ ადვილით ასაკეთებს საათი 20 წუთი იქნება. თემა მოგეხსენებათ მეგობრებო, ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერზე ვსაუბრობთ და მე ისიც ავთქვი, რომ ჩვენ შემდეგი ვიდეო გადაღებებისთვის, იმიტომ მინდა კი არა, ალბათ კარგი იქნება რომ ჩაწვდებით ამ წიგნის, თუნდაც ჩემი მოგზაურის წიგნიდან გამომდინარე და ამ წიგნშიც ორეულში ისეთი თემებია, რომელსაც ჩვენ შემდეგში განვავსოთ და ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად ვავსოთ კიდევაც ლაპარაკობთ კიდევაც ამ თემებზე. თადი ხაზი არის ბედნიერება, ჩვენ გმირს, მან ორი გმირი, ერთი ამერიკელია, ერთი ქართველია და მან ჩანს რომ რა განსხვავებაა დასავლეთის კულტურასა და ჩვენ აღმოსავლეთ კულტურას შორის. ხაზი ჩემი შეხედულებაა რომ ჩვენი კულტურა და ჩვენი ისაც სახუმარო არ არის, რომ ქართული მენტალიტეტი, ქართული ფიქრები და ძირითადი ხაზი იმის არა რა არის ბედნიერება. და ერთ-ერთ გმირს გონია რომ ფულს იშოვის და ყველაფერს მიაღწევს და გააბედნიერებს ბევრ ადამიანს, თვითონაც ბედნიერი იქნება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და ურება სულ სხვაა. ნუ თემებს ვეხებით, ყველანაირ თემებს იქ არის. მე გახსოვთ რომ გითხარით რომ ჩვენ ამერიკას ქვემოდან უყურებ და სულ გვინდა რომ ზემოთ ამერიკას ვნახოთ, ხო მდიდარი ფინანსური ამერიკა, როგორც ვიცით გითხარით რომ ამერიკის მოსახლეობის მგონი 10% მილიარდელები და მილიონერები არიან, მაგათი მენტალიტეტი ცოტა სხვანაირია. ეხლა ჩვენ მე პირადად ეხლა ვაჩვენებ ყველაფერს, მაგრამ კარგი იქნება თუ ზემოთა ფენაში წავედი და ამ იმეებში რაღაცნაირად შეხება გვექნება, იმიტომ მაგათი მენტალიტეტი, მაგათი ფიქრი, მაგათი ისა ცოტა სხვანაირია ვიდრე უბრალო ადამიანებისა. და აი ამ წიგნშიც მაგ თემებს ვეხები, დიდ ფინანსურ წრეებს, შეთქმულებათა თეორია, მასონური ლოჟები და ნუ წინასწარ არ გეტყვით, მაგრამ ჩემი აზრით დინამიურია და დამაფიქრებელი, რომელსაც ჩვენ თავისთავად ამ რეალობაშიც, ამ გადაღებებშიც, ვიდეო გადაღებებშიც თქვენთან ერთად მეგობრებო, ფოლოვერებთან, მომხრეებთან ერთად განვიხილავთ ხოლმე. და ამას რო გავეცნობით, თქვენ გეცოდინებათ ჩემი მენტალიტეტი, ჩემი ბაგაჟი, ცნობიერება, ფიქრები და არსი და ასე თქვათ მომზადებულები, შეიარაღებულები უკვე მივხედავთ ამ ვიდეო გადაღებას. ნუ ვიდეო გადაღებას ჩვენ ყოველთვის მე ამდენჯერმე მაქვს ნათქვამი რომ ჩვენთვის თავარი ადამიანი ამერიკაში იქნება, იაპონიაში, საქართველოში, მაგას არ აქვს ნიშნა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, იმიტომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ ვართ მორწმუნე ადამიანები და სადაც არ უნდა ვიყოთ ღირსეულები, ლამაზები, კარგები და ისეთები, რასაც უფალი გვასწავლის. ჩვენი მთავარი დევიზი როგორ არის, როგორ ვამბობთ, მერთმა ადამიანი შექმნა ბედნიერებისთვის, ბედნიერება რო შევინარჩუნოთ, უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ უნდა დავიზაროთ. აი ამ ფორმულით დავაგრძელებთ ამ ჩვენ მოქმედებას და ისევ და ისევ ჩვენ გასაძლიერებლად და უბრალოდ რომ ვიყოთ ამაზე ჩვენივრად შვიდები წყნარები ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის
და საერთოდ ცხოვრება რა ლამაზია, რა კარგია და რატო არ უნდა დავთქმეთ და ვიხაროთ. ნუ აი ამით თქმა მინდოდა მეგობრებო, აბა არ დაიზაროთ და 1 საათი საათნახევარი იქნება თითო ვიდეო და სულ რაღაც 10 წინათ არის გაყოფილი და ჩემი აზრით ძნელი დასაძლევი არ იქნება და მე კიდევ გამიხარდება თუ სარგებელს და კარგ პოზიტიურ ემოციას თუ მიიღებთ, ძალიან მაგარი იქნება. კარგით აბა გემშვიდობებით. მომავალ იმედია საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით და წაიგითხეთ წიგნი ორეული. კარგად.